რატომ დუმს ღმერთი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს? ბიბლია ყოველდღე, მშვიდობა მეგობრებო თქვენ და თქვენ სახლს. ეს არის მართლმადიდებლური YouTube არხი. ესე იგი, როდესაც ცხოვრებაში განსასწრელი მოდის, გაჭირვება ხო იქნება ეს ავადმყოფობა, მარტოობა, თუ რაღაც ფოთვა, შიშები, პანიკური შემოტევა გვაქვს, ხო, ასევე ჩვენ გულმოდგინედ ლოცულობთ, ხო? ვთხოვთ ღმერთს შველას, მაგრამ პასუხად ხშირად რა არის პასუხი? ხოლო დუმილს ვიღებთ, ხო? ამ დროს გვეუფლება ესეთი განცდა, ხო, თითქოს ღმერთმა მიგატოვა, ხო, ღმერთი არ ისმის შენს ლოცვას, არ შენს სიტყვებს. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, ნახეთ, მართლა გვტოვებს კი უფალი ჩვენ და თუ ჩვენ უბრალოდ არ გვესმის მისი ენა. ნახეთ მეგობრებო, ძალიან ლაკონურად ესე ვთქვათ, მოკლედ ვისაუბრებ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე და რომ ესე იგი უნდა მოусმინოთ და ჩაურმავდეთ ამას. დუმილი როგორც აი ნახეთ ზრდის გზა ეკლესიის დიდი მამები მათ შორის წმინდა ისააკ ასური გვასწავლის ხომ რომ ღმერთის დუმილი არ ნიშნავს სულაც რომ ის თქვა არ არსებობას ხო პირიქით ეს არის ღვთიური სიყვარულის განსაკუთრებული ფორმა გესმით რომელიც ჩვენ არ ვიცით და ჩვენ ვერ გვეწოდინება და არ გვეწოდინება როგორც შეგვიძლია ჩვენ დავიტიოთ ის ან ასე ვთქვათ ღვთის განგებულებაში ესე იგი შევიდეთ ხო ვინ ვართ ჩვენ ხო წარმოიდგინეთ ყოველთვის ვამბობ ჩვენ გვაქვს ესე იგი მიწიერი ვთქვათ და ზეციური ხო მიწიერი ლოგიკა და ზეციური ლოგიკა სხვადასხვა რამ არის ხო ჩვენ ამას ხშირად ვამბობთ ჩვენ ეს თქო მარტივად რო ვთქვა ბავშვურ ენაზე ჩვენთან 2-ს მივუმატე 2 არის 4 ხო ეს არის ადამიანური ლოგიკა აი დღეს აქ მიწიერ და ზეცაში 2-ს მივუმატე 2 შეიძლება იყოს 7.479.000 ხო ხვდებით აი მოდი და ეხლა გაიგეთ ეს ასე არის მეგობრებო ჩვენ ვერ გავიგებთ მის ენას, ანუ ის ღმერთია, ხო, მაშინ ის ღმერთი არ ეკნებოდა. და ყოველთვის ჩვენ გებულობთ იმას და ვიცით იმდენი რამდენიც ღმერთმა თვითონ მოგცა ჩვენ ამის საშუალება რომ გავიგოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირიქით ეს არის ღვთიური სიყვარულის განსაკუთრებული ძალა და ფორმა. პროსტულად. აი წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც პირველ ნაბიჯებს ესე თქვა დგამს, ხო, мама უკან დგას, ხო, ხელს არ კიდევს მას, ხო, აძლევს მას რას დამოუკიდებლად რომ დაცემის და წამოდგომის უფლება. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, წამოდგომა და ადგომა არ იქნებოდა თუ დაცემა არ იქნება. ხო? ჩვენ ყველანი, ესე თქვა, ვართ სულიერ ომში ვიმყოფებით, ხო, ხან დავიჭრებით, ხან დავეცემით, მაგრამ უნდა წამოვდგეთ. და აი ნახეთ, ანუ мама აძლევს ხო მას დამოუკიდებლად დაცემის და წამოდგომის უფლებას, რათა ბავშვი გაძლიერდეს, გესმით? ღმერთიც ასე იქცევა ჩვენთან. ჩვენ გვძინავს, ჩვენ თვეებია, კვირა თვეებია, შეიძლება წლებია გვძინავს, სულიერ ესე იგი რაღაც სულიერად გვძინავს ჩვენ და ღმერთი გვაფხიზლებს ჩვენ. გვაფხიზლებს, ზოგჯერ განსასწრელია, ზოგჯერ დებავთ უბედურება, დებავთ არ ვიცი და, იმიტომ რომ არ მოისვენებს ღმერთი, გესმით? ღმერთი არ მოისვენებს, სანამ თუ არ გაცხონებს შენ. ის ყველაფერს გააკეთებს ამისათვის. მოსიყვარულე мама, ხო? აი ღმერთიც ასე იქცევა, მეგობრებო, ხო? აი, როცა გონია რომ ის დუმს, ხო, სინამდვილეში ის გვეხმარება ჩვენ, რომ საკუთარ თავში ვიპოვოთ რწმენის საყრდენი, თუ გნებავთ, ხო? აი, წმინდა იოანე ოქროპირი ასე ამბობს, რომ განსაცდელი ჩვენი სულის გამომჭედველია, გესმით? ანუ ის ცეცხლით წმენს ჩვენს გულს ყოველივე ზედმეტისაგან. აი
ნახეთ, აი რა გავაკეთოთ თქვა დღეს, ხო? როდესაც გზნობთ, რომ ღმერთის შორსა არის, ხო? ნუ შეეცდებით რომ ის რაღაც გამოძახებას თქვა და რაღაცა იქ ადამიანები 3 საათი შეიძლება ლოცულობს, 4 საათი რაღაც ლაპარაკობს და გონიათ რომ როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში რომ ესე იგი მათი მრავალსიტყვაობის გამო ესე იგი მათ გონიათ რომ შესმენილი იქნებიან, ხო? არ უნდა ეს რაღაც კი ბატონო რა თქმა უნდა რაჯობია რომ ადამიანი ეს ლოცულობს და ეს უნდა აუცილებელია ლოცვაც ხო როგორც მეტანია მაგრამ უფალი გულს უყურებს ჩვენ გულს უყურებს უფალი ხო ქრისტე თვითონ მოვიდა და მოგცა ჩვენ ყველაზე დიდი მაგალითი თავდადების თავგანწირვის სიყვარულის და თავდაბლობის ქრისტეს უნდა მიბაძოთ ჩვენ და არა ჩვენ მეზობელს არა ჩვენ კლასელს ჩვენ იქ თანამშრომელს თუ რა ვიცი უფროს თუ ასე შემდეგ ქრისტეს მიბაძოთ გესმით მეგობრებო და აი მოდით აი ესეთ რამაც გავაკეთოთ ხო ნახეთ აი წაიკითხეთ ფსალმუნი ხო 22 ფსალმუნი ხო ეს არის ასე ვთქვათ საუკეთესო გნებავთ წამალი ხო შიშისაგანა როგორც 90 ფსალმუნი საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყველაზე ძლიერი ფსალმუნი არის 26 ფსალმუნი მეგობრებო ნუ 50 90 გასაგებია ხო კიდევ არის 22 წაიკითხეთ ნახეთ მეგობრებო მიუხედავად ტკივილისა დაინახე ის სიკეთე რას დღეს გააქვს ამაზე დიდი სასწაული რა გინდა რომ შენ დილას ოდესაც თვალს გაახელ ხო ესე იგი და სუნთქავ ეს სასწაული არ არის კიდევ გაძლევს უფალი კიდევ ერთ დღეს გაძლევს კიდევ ერთი დღე გაჩუქა ხო და ამას ჩვენ არ უყურებთ ეს გეგონება რომ ეს ესე იგი გავიღვიძე ნუ იქ ავდექი რამე ის გავედი დავიბანე ესე იგი და შევედი აბაზანაში შევჭამე წავედი სამსახურში და ასე შემდეგ მოვედი დავწექი შევჭამე დავწექი დავიზიდე ეგ არის არა ღმერთი კიდევ ერთი დღეს არ აქვს მნიშვნელობა შენ ამდენი წლის ახლა შენ შეიძლება იყო 15 წლის შეიძლება იყო 98 წლის არ აქვს მნიშვნელობა ხო გაძლევს ეს არის სასწაული და როგორც კი წამოდგები სანამ წამოდგებ სანამ ადგები აი ფეხებს დადებ ხო წამოდგები ლოგინიდან თქვი ღმერთო დაეცი მუხლებზე მოდრიკე და თქვი მადლობა ღმერთო დიდება ღმერთო უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და შემდეგ ადექი და წადი მადლობა შეწირე ღმერთს სიტყვით უთხარე მადლობა უფალო და დიდება შენ და ჩვენ ვიცით რომ აი ანუ პატარა დასვნა სავით მინდა ეხა ეს ზანმოკლედ ვისაუბრეთ მეგობრებო იმიტომ რომ ნახეთ ღმერთი მეგობრებო არასოდეს ყოფილა შორს ჩვენგან და ის ჩვენშია ის შენშია ჩემშია ყველა ანუ შენს ტკივილთან ერთად არის და ნუ ეძებ მის პასუხს რაღაც სასწაულებს და რაღაც რა ვიცი მე კიდე რა ვთქვა ხო რაღაც სხვაგან არ უნდა ვეძი ეძებე ის სიმშვიდეში რომელსაც გულის სიღრმეში იგრძნობ გესმით როგორც კი მიენდობი ხაი მის ნებას ის გამოჩდება ხო უფალი აი ამხელარე ხო როგორც მამები აბა რომ თელ სამყაროში ვერ დაეტევა და ჩვენს გულში ეტევა წარმოიდგინეთ და ამიტომ მეგობრებო ჩვენ ნდობა არის და არასოდეს არ უნდა დავკარგოთ რწმენა მეგობრებო რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა გასაცდელი რაც არ უნდა გაჭირვება იყოს მე მესმის შეიძლება ვიღაცას გაუჩნდება კითხვა რომ გასაგებია ეს საუბრეთ შეიძლება ადვილია ელაპარაკოს ადამიანი მაგრამ მერწმუნეთ რა ძალიან დიდი გასაცდელი და ძალიან დიდი ესე ვთქვათ გაჭირვება მაქვს მე პირადად გავიარე ბოდიში რომ ჩემ თავზე საუბრობ მე არ საუბრობ ჩემ თავზე მაგრამ ამ შემთხვევაში ვთქვათ ვიტყვი და ვთქვი კიდევაც და მერწმუნეთ რომ რწმენა არასოდეს არ დაკარგოთ გესმით მეგობრებო არასდროს არ დაკარგოთ რწმენა ამას პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები და თქვენს გეუბნებით რომ რწმენა სიყვარული და იმედი
ჩვენ დიდ მარხვის პერიოდში ვართ ახლა მეგობრებო და ვიზრუნოთ ჩვენ უფრო მეტად ჩვენ სულზე ასე ვთქვათ გავაზლიეროთ ლოცვები და რა ვიცი ყველა თითქმის ვიდეოში ვამბობ და არ მეზარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მეგობრებო დაეხმარეთ ადამიანებს გააკეთეთ სიკეთე გაიღეთ მოწყალება დაეხმარეთ ისეთ ადამიანებს რომ ესე იგი საერთოდ არ ელით არანაირ აქეთ დახმარებას და მოგლეთ უანგარო დაეხმარეთ ხო დაეხმარეთ გამვლელს გაჭირვებულებს სახკარი რომელსაც არ აქვს პატიმრებს დაეხმარეთ არ ვიცი მე ესე იგი ფინანსურად დაეხმარეთ არ გაქვთ ფინანსები წყალი მიეცით ცივი წყალი ფეხსაცმელი ტანსაცმელი პური რა ვიცი ყველაფრით დაეხმარეთ გესმით და უფალი შეგიწირავთ იცოდეთ თვითონ ბრძანებს უფალი რომ ცივი წყალის რო დაალევინო ადამიანს ამასაც კი არ დაგიკარგავსო გესმით ცივი წყალის რო დავალევინოთ მაგრამ ვაკეთებთ რო ამას ან თუ ვაკეთებთ ესე იგი ისეთი ამაყები გავხდებით რომ გეგონება ჩვენი ძალით ვაკეთებთ ამას და ჩვენით არა ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ სიკეთებს უნდა ვადიდოთ უფალი ხო ქრისტეს დამსახურებაა ყველაფერი ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ბოდიში ცოტა ემოციურად თუ ვისაუბრე მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ გაიხარეთ და გაგახაროთ ღმერთმა მეგობრებო დიდი თხოვნაა რომ გააზიარეთ ეს ვიდეო რომ ბევრ ადამიანმა ნახოს სოციალურ ქსელებში პირად მიმოწერებში ჩვენი ქართველი ემიგრანტები ვიც არიან ასევე არა მარტო ქართული ემიგრანტები ასევე ვიც საქართველოში ცხოვრობთ და იცით თქვენ რომ ესე იგი ქართული ტიტრები არის და შეუძლია ესე იგი წაიკითხოთ ვისიც სმენა ყურის სმენა აქვს ასევე უსინათლოებს შეუძლიათ მოусმინონ და ამიტომ ერთი სიტყვით სწორად გამიგეთ მაგრამ უდიდესი მადლია როდესაც გააზიარებთ ღვთის სიტყვას, ცოცხალ სიტყვას, წმინდა წერილს, იცით მე ბიბლია მაქვს აქ YouTube-ზე არხზე, წმინდა მამის გამარტებით ფსალმუნები არის და ამიტომ მოგლეთ ერთი სიტყვით შეიტანეთ თქვენს წვლილი ღვთის სიტყვის და ცნებების და ცოცხალი სიტყვის ბიბლიის გავრცელებაში. გაიხარე და დიდი მადლობა.